მეგობრებო, ვინაიდან ახალი წლის პირველი დილა გვაქვს დღეს, დილა აღარ არის უშუა დღეა, მაგრამ პირველი დღე გვაქვს, 1 იანვარია დღეს ვინც უყურებთ. ყველას მოგილოცავთ კიდევ ერთხელ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, ბევრი რო არ ხარჯოთ ჩემ მოლოცვაზე, მთელი გულით. ვიცოდეთ რომ ყველა ძალიან მიყვარხართ ჩემი გამომწერი, არა გამომწერებიც დაემატეთ, გამოიწერეთ და შეგახსენებთ მე 5000 გამომწერზე რო ავალ, პატარა პირად გაშლას ჩემგან საჩუქრად მიიღებს ასეთი და ასე შემდეგ იქნება 5000 მე 10000, ოღონდ გამოწერის გაუქმებას ნუ შეეცდებით და მე 5000-ად ვიყო, ხშირად მექნება ხოლმე ვეცდები თქვენთვის ასეთი რაღაც პატარა სიურპრიზები გაგიკეთოთ ხოლმე, ამიტომ გამოიწერეთ და ინფორმაციებიც ხელცხელი მიიღეთ ჩემი მეშვეობით, ის რაც დაგაინტერესებთ. ასევე YouTube გვერდი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ. YouTube-ის ლინკი არის ჩემ ბიოშივე, გადმოხვალთ თუ არა ფოტოს ქვეშ. მოკლედ წავედით. ახლა ეს გაშლა იქნება თემაზე, საახალწლო დღე რახან გვაქვს და მინდა რომ საუკეთესო სურვილებით და კარგი განწყობით დაიწყოთ ეს წელიწადი. მოგილოცავთ თუ არა თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, თქვენი პარტნიორი ახალი წლის დღეებს. ნუ დღეს 1 იანვარია და 14 იანვრის ჩათვლით, 15 იანვრის ჩათვლით დაჟე ჩვენ აღნიშნავთ ხოლმე, ესე იგი გვიგრძელდება საახალწლო პერიოდი, ამიტომ ვისთვისაც ჯერ არ მოულოცია და მქონდა ასეთი კომენტარი წინაზე ვნახე, რომ თქვენ მატყუებსო თუ ის მატყუებსო, ჯერ არც კი მომილოცა ახალი წელიო, მეგობრებო, ყველაფერი წინ არის. 14 დღე კიდევ წინ გვაქვს, ასე რომ გავიგოთ მოგილოცავთ თუ არა თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება ახალ წელს, მშობას, ნათლისღებასაც მოგვიანებით, ალბათ ნათლისღება უფრო ნათლიებისთვის არის. მოდი 14 დღის ვადებში შემოვიფარგლოთ. იმისთვის რომ გავიგოთ რამდენად ეს გაშლა იქნება თქვენი, აუცილებლად ლაიკები ენერგოცლისთვის და კომენტარები არ დაგესაროთ, გაზიარება არ დაგესაროთ და ისიც გადმოდით და ნახეთ ჩემ გვერდზე დღეს ავტვირთე პატარა ვიდეოა თუ როგორ ვღებულობ ინფორმაციას მე კარტი ტაროსგან. ამ შემთხვევაში ამ გაშლას გაიგეთებთ მანარაზე, რომელიც არის 18+ და კარტებს ძირითადად ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ღია რომ არ დაიბლოკოს. გავიგოთ, მოგილოცავთ თუ არა თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი ახალ წელს. ახალ წელს შობას აი ამ 2 კვირის მონაკვეთზე იყოს, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია კონკრეტულად ეს გაშლა, ვინ ხართ თქვენ, რა ენერგიებში ხართ, როცა ამ გაშლას უყურებთ. ახლა 2 კარტი ერთად მოცვივა. ცხრიან თასი, ცხრიან პენტაკლი, ისეთი კარგი კარტებია, უბრალოდ ვერ გაჩვენებთ. ძალიან კარგი ემოციურ ტალღაზე იმყოფებთ და შევეცდები დავფარო ღია ადგილი. ძალიან კმაყოფილი სახით ხართ, რაღაცა თქვენ კომფორტის ზონაში ხართ. აქ გოგოს ისეთი ბედნიერი სახე აქვს, ღმერთო, როგორ მინდა რომ დაიჭიროს კამერამ. ისეთი თავის კომფორტის ზონაში, აბსოლუტურად ემოციებით სავსე, ძალიან კმაყოფილი, ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ჩვენ გაშლა გვაქვს, მოგილოცავთ თუ არა და სავარაუდოდ დიდი ემოციებით ელოდებით მის მოლოცვას ალბათ, დამიწერეთ ელოდებით თუ არა, თუ საერთოდ აღარ გაინტერესებთ, მაგრამ მაინც უყურებთ ამ გაშლას. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ხართ, კარგ ემოციურ ტალღაზე ხართ, ალბათ ახალი წლის ღამემ პირველმა ძალიან დადებითად ჩაიარა თქვენთვის და ძალიან კარგია. ცხრიან პენტაკლით გეტყვით, რომ რაღაც აი ამ თემაზე გაზრდილი ხართ უკვე თითქოს. გოგონა არის ბევრად დიდი აქ, ცოტა ისეთ მდგომარეობაშია, რომ დავფარა. გოგო არის ძალიან დიდი და მამაკაცი სადღაც აი აქ ძალიან პატარა. ხედავთ, რამხელაა გოგო, მთელი კარტი და პატარა არის მამაკაცი. ფინანსურად შეიძლება ბევრად მასზე გაცილებით მაღალ საფეხურზედ გეხართ, ანუ დაწინაურება მიიღეთ წლის ბოლოს, ან მე-13 ხელფასი მიიღეთ, რამაც რაღაცა გაზარდა საკმაოდ თქვენი ფინანსური შესაძლებლობა და აი მდგომარეობა გაქვთ იმისი, რომ აი მე ფულის მეტი რამ მაქვს და კიდევ უფრო მეტი მექნება ახალ წელს და სავარაუდოდ საჩუქრებით თქვენი ახლო წრისთვის, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის ისეთი გემრიელი, კარგი წონიანი შეიძლება არ დაგენანათ და გაუკეთეთ, რაც ძალიან კარგია პრინციპში გამკეთებელს უფრო მეტი სიამოვნება ამ შემთხვევაში მე ესე ვარ ხოლმე, უფრო მეტად მიხარია, როცა ვიღაცას ვახარებ რაღაცით. ასევე შეიძლება იყოს ის, რომ თქვენი სტატუსური მდგომარეობა, თქვენი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე თქვენი პარტნიორის გაშლა არის რასაკვირველია ორივე სქესისთვის, მამაკაცებმა მოერგეთ თქვენ თავზე.
ყველა შემთხვევაში ფინანსურად მყარად ხართ ეხლა დღესდღეობით გაქვთ შეგრძნება იმისი რომ ფულიც მაქვს, ემოციებიც მაქვს, სუფრად სავსე მაქვს, ოჯახით სავსე მაქვს, სიუხვით, სტუმართმასპინძლობით, მზად ვარ კარი გაუღო 20 კაციან სტუმრების ამალას ასე ვთქვათ და მოკლედ ძალიან კმაყოფილ მდგომარეობაში ხართ და კიდევ რაღაცნაირად ემოციურად გრძელდება ეს ტალღა თითქოს და უნდა გაგრძელდეს კიდევაც 14 დღე გაგრძელდება ჩვენ როგორც წესი კეიფი და ამბავი თავისით გადმოვარდა აქ 10-იან პენტაკლი ეს არის ოჯახური სტაბილურობის კარტი ძალიან კარგი ფონი ფინანსური მდგომარეობის ყოველ შემთხვევაში არ გიჭირთ წლის ბოლოს და წლის ბოლოდან მოყოლებული და წლის დასაწყისში გადადიხართ ისეთი ფინანსური კარგი მდგომარეობით. ასევე ოჯახური შეიძლება შეკრება გაქვთ ვიღაცები შეიძლება ტერიტორიულად სხვადასხვა ადგილას იყავით და ასე გაერთიანდით ეხლა და რაღაცნაირად ერთ სივრცეში აღნიშნავთ აი ამ ახალი წლის პირველი ღამე შეიძლება აღნიშნეთ უბრალოდ ერთად შეხვდით დალიეთ ამ მდგომარეობაში ნუ ფიზიკურად ძალიან ლამაზ მდგომარეობაში და კარგად გამოპრანჭული ჩანს აქ გოგონა ქუსლებით საკმაოდ ლამაზი თეთრი მოკლე კაბაცია ძალიან ისე კარგად შეიძლება ბევრი მოლოცვა გქონდათ ახალი წლის ღამეს არ არის გამორიცხული და ეს ამ ყველაფერს ისე ადევნებდით ნუ ამ შემთხვევაში წიგნი უჭირავს გოგოს მაგრამ სავარაუდოდ ინფორმაცია მომდის რომ ტელეფონის მხრივ იყო თქვენი გადაკითხვა აი ამ მოლოცვის და შეიძლება პასუხები ვერც კი გაეცით ყველას დამიწერეთ მოკლედ აუცილებლად კომენტარებში როგორ იყო თქვენი ეს საახალწლო პროცესი პირველი ღამის პირველი 31-დან 1 იანვარს უგულისხმობ საინტერესო იქნება ჩემთვის გადაკითხვა და ძალიან მიყვარს თქვენი თბილი კომენტარები და მადლობა გადებული ინფორმაციით სიყვარულის და ენერგიისთვის თქვენი მხრიდან. წავედით ახლა გავიგოთ მოგილოცავთ თუ არა თქვენი პარტნიორი, ვინც იმყოფებით ისეთ მდგომარეობაში, რომ არ ხდება არაფერი თქვენ ურთიერთობაში, ანუ გაშიშებულია, ვერ გაგიგიათ. დასრულდა ურთიერთობა თუ რაღაცას უნდა ელოდოთ, თუნდაც მოლოცვას მისი მხრიდან. ტრანსფორმაცია იქნება თქვენ ურთიერთობაში ძალიან დიდი მე-13 მაღალი არკანით ეს არის სიკვდილი საერთოდ ქვია ამ კარტს მაგრამ სიკვდილის ნუ შეგეშინებათ არც თქვენ არც თქვენი პარტნიორი აბსოლუტურად სიკვდილის ზღვარზე არ ხართ და არ იქნებით ღმერთმა ყველა დაიფაროს ეს არის ტრანსფორმაცია დიდი თქვენ ურთიერთობაში ანუ ისე როგორც ხდებოდა დღემდე ამის იქით 1 იანვრიდან ამ წლიდან უკვე ესე აბსოლუტურად არაფერი აიქნება, ყველაფერი მოკვდება, დარჩება წარსულში. თუ რამე კონკურენცია იყო მისი მასზე, უბრალოდ ხედავთ, აქ ბიჭი ძალიან ისეთ მდგომარეობაშია, 4 გოგო გლიჯავს ერთი ერთ ხელს, მეორე ხელს, ნუ დაკლებად გაჩვენებთ, იმიტომ რომ ღია. მოკლედ რაღაცა დიდი კონკურენტ უნარიანი ბრძოლა, ვისაც ქონდა ამ მამაკაცზე, თქვენ ჩაფიქრებულ პარტნიორს გულისხმობ და მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ, ეს ყველაფერი წარსულში რჩება და ეს ადამიანი გამოდის ემოციებით, წყალში დგას აგერ წყლის სტიქია შეიძლება წარმოადგენდეს არ არის გამორიცხული, ეს არის თევზები, კიბორჩხალა და მორიელის ნიშანი, მაგრამ საერთო გაშლაში ნუ მივეჯაჭვებით, ძალიან ემოციურად გამოვა, თავის ემოციებს გამოხატავს, გეტყვით რომ მოენატრეთ, რომ უყვარხართ, რომ გილოცავთ და უნდა მას რომ აი წარსულში ის წყენა და ის რაღაცნაირი გაუგებრობები ყველაფერი წარსულში დატოვოთ და ახალი შანსები მისცეთ ამ ურთიერთობას. იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე დაასრულეთ, ზუსტად იცით რომ დაასრულეთ და პრინციპში არც ელოდებით მისგან მოლოცვას, მაგრამ მაინც სადღაც გულის კუნჭულში გაქვთ ცოტა ისეთი მდგომარეობა, მომილოცავს ნეტა, აბა ამ ასეთი ადამიანებისთვის თუ იქნება მოლოცვა ახალი წლის პერიოდის თქვენთვის. ასეთი ადამიანებისთვის გეტყვით რომ ეს ადამიანი შორიდან დაგაკვირდებათ, აი აქ გოგო წევს და ცოტა ისეთ მდგომარეობაში წევს, რომ ვერ გაჩვენებთ, ამიტომ ვფარავ, ეს მამაკაცი სადღაც შორიდან, ბუჩქებიდან, ეკლებიდან ძალიან ფრთხილად აი ეგ ჯოხი უჭირავს და უკნიდან ათვალიერებს რა ხდება მის თავს. დაკვირვების მდგომარეობა ექნება, შეიძლება თქვენი სოციალური ქსელები ფეიქ გვერდებიდან პირდაპირ თავის გვერდები თუ არა დაგათვალიეროთ ხოლმე და სულ დაგათვალიერებთ ეს იცოდეთ, ხუთიან ხმლით გეტყვით რომ ეცდება ეს ადამიანი რაღაცნაირად კიდევ ერთხელ ხელი გამოგიწოდოთ, თითქოს კიდევ ერთხელ კონფლიქტზე
კონფლიქტური ცოტა ისეთი ხისტური საჩხუბარი მდგომარეობით გამოვიდეს კონტაქტზე, მაგრამ თქვენს გარდა ამ ადამიანს კიდევ მეორე ვარიანტი ყავს და ანუ ისეთია თვითონ რომ ვერ გაურკვევია, ამიტომ მაინდა-მაინც მოლოცვას ვერ დავარქმევდი ამ ყველაფერს უფრო მოგვიანებით შეიძლება კიდევ უფრო ისეთი მდგომარეობა იყოს, რაც დაგარწმუნებთ რომ ნამდვილად წარსულში უნდა დაგეტოვებინათ ეს ადამიანი. რჩევა თქვენთვის რა იქნება?